ცრუთა ქვეყანა. აქ ამ თავში ბავშვებო, ყური ვუგდოთ კატას. ცრუთა ქვეყანაზე ის გვიანბობს მართალს. დიდი ხნის წინათ მეკობრეებს ჰყავდათ ბელადი, რომელსაც მეტსახელად ჯაკომონი ერქვა. სიბერის მოახლოება რომ იგრძნო, ჯაკომონმა გადაწყვიტა მეკობრეობისთვის თავი გაენებებინა და რამე წყნარი საქმისთვის მოეკიდა ხელი. წავიდა ჩემი სიჭაბუკე, ამბობდა იგი, მომბეზრდა ზღვაზე ხედიალი. ახლა მირჩევნია, სადმე ერთი პატარა კუნძული დავიპყრო და ჩემთვის ვიცხოვრო. ჩემს ბიჭებს, რა თქმა უნდა, არ დავივიწყებ. ზოგს კარისკაცობას ვუბოძებ, ზოგს მეჯინიბედ დავნიშნავ. გულნაკულს არავის დავტოვებ, ყველას მოვიმადლიერებ. დაიწყო შესაფერისი კუნძულის ძებნა, მაგრამ არც ერთი კუნძული არ მოსწონდა. ყველა ეპატარავებოდა. ზოგს მისი ბიჭები იწუნებდნენ. ერთს კალმახი უყვარდა და ისეთ კუნძულს მოითხოვდა, სადაც იქნებოდა მდინარე. მეორეს კინოთეატრი უნდოდა, მესამეს ბანკი, სადაც თავის ნაძარს შეინახავდა. რაღა კუნძული აუჩემებიათ, სხვა აღარაფერია ქვეყანაზე, ამბობდნენ სხვები. ბოლოს მეკობრეებმა ერთი დიდი სახელმწიფო დაიპყრეს. ამ სახელმწიფოს დედაქალაქში იმდენი ბანკი, კინო და თეატრი იყო, რამდენსაც მოისურვებდით. ქვეყანა სავსე იყო მდინარეებით. მდინარეები სავსე იყო თევზით. ქვეყნის დაპყრობის შემდეგ ჯაკომონმა დაირქვა მეფე ჯაკომონ პირველი. მან სიტყვა შეასრულა და თავისი ძმაკაცებიც არ დატოვა უყურადღებოდ. ზოგი მინისტრად დანიშნა, ზოგი ჯარისკაცად და ზოგიც მეხანძრე და რაზმის უფროსად. მეფე ჯაკომონმა მინისტრებს დაავალა, მოეხდინათ ლექსიკონის რეფორმა, რათა მის შესახებ სიმართლე ვერასოდეს ვერავის ეთქვა. საჭიროა ყველა სიტყვის შეცვლა, გასცა ბრძანებელს ჯაკომონმა. მაგალითად, სიტყვა მეკობრე უნდა ნიშნავდეს პატიოსან კაცს. ხო და, როცა ვინმე იტყვის, ჯაკომონი მეკობრეაო, ახალ ენაზე გაიგებენ, რომ პატიოსანი კაცი ვარ. ლექსიკონის რეფორმის შემდეგ გამოიცა კანონი, რომლის ძალითაც სიცრუე სავალდებულო გახდა. ადვილად წარმოიდგენთ, რა დღეში იყვნენ ამ ქვეყანაში ადამიანები, როცა ცხოველებსაც კი აიძულებდნენ ეცრუათ. ძაღლები კნაოდნენ, კატები ყებდნენ, ცხენები ძროხებივით ბღაოდნენ, ძროხები კი ჭიხვინებდნენ. ზოოპარკის გალიაში ჩამწყდეული ლომი ვალდებული იყო თაგვივით ეწრუწუნა, ხოლო თაგვები ლომებივით ბრდღვინავდნენ. მხოლოდ თევზები და ფრინველები გრძნობდნენ თავს თავისუფლად. ისინი აინურშიაც არ აგდებდნენ ჯაკომონ მეფის კანონებს. თევზებს, როგორც ვიცით, პირი წყლით აქვთ სავსე და ლაპარაკი არ შეუძლიათ, ამიტომ მათ ტყუილსაც ვერავინ ათქმევინებს. ფრინველებს კი მეფის პოლიციელები ვერ იჭერდნენ. ამიტომ ისინი თავიანთ ნებაზე დაფრინავდნენ და ჭიკჭიკებდნენ. ხალხი შურით უყურებდა ფრინველებს. ჯანი როდარი